ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭაბუკიანში ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის დედათა მონასტერი გაიხსნა. ივერიის ღვთისმშობლის ხატი სპეციალურად ტაძრისთვის ათონის მთაზე დაიწერა და დღემდე ლაგოდეხის ყაზანის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში იყო დაბრძანებული. ნეკლესის ეპარქიის სასულიერო პირებმა და მრევლმა ხატი ივერიის ღვთისმშობლის ტაძარში გადააბრძანეს. ფეხით მსვლელობა სოფელ გიორგეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან დაიწყო, სადაც სასულიერო პირებმა ღვთისმშობლის სამადლობელი პარაკლისი გადაიხადეს. მონასტრის მშენებლობა ვახტანგ ჭუმპაშვილმა უწმინდესი სილია მეურისა და ნეკლესის ეპარქიის მეუფის მიტროპოლიტ სერგის კურთხევით 1 წლის წინ დაიწყო. მონასტერი დღეს მიტროპოლიტმა სერგიმ 7 მეუფესთან ერთად აკურთხა. მონასტრის გახსნასთან დაკავშირებით ეს მსვლელობა მოეწყო, ხატი გადმოგზანდა და აქ დაივანებს საბოლოო, ასე ვთქვათ, თავის მადლით დალოცავს აქედან მთელს ეპარქიას და მთელ საქართველოს. მე მინდა ეს მადლი და წყალობა დაულოცო და მიულოცო მთელ საქართველოს, მთელ მართლმადიდებულ საქართველოს და უსურვო, რომ ღვთისმშობლის ფარველობა უკუნისამდე არ მოკლებოდეს ყველა ჩვენთაგან, ჩვენს მამულს და წყალობა ღვთიური ყოფილიყოს ჩვენთან. ამინ. ისეთი ისტორიული, რაც ზოგიერთ რაიონებს აქვს, არა აქვს ჩვენს რაიონს და სურვილი მქონდა, რომ ეს ტაძარი ესეთი მნიშვნელოვანი ტაძარი აგებული იყოს და ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი ის არის, რომ ათონის მთაზე დაიწერა ეს ხატი.